მოახლოებული საგზაო შემთხვევა უნდა გაითვალისწინო. შენ ახლა სად ახარ? გუდაუთში, ლონდონში, პარიზში, თბილისში თუ ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში. ახლა მე არ გეუბნები რაღაც შუმახერებზე და სპორტულ მანქანებზე. მე გეუბნები შენ რომ მანქანა ყავს, შენ რომ მანქანა ყავს, მე რომ მანქანა ყავს და დავბოდიეროთ მოვდივარ დასახლებულში. რამდენიაო სიჩქარეო? დასახლებულში 60. ოპა. ოჩა. არის სად ახარ? გამოდი ახარ თუ იქ ახარ. 60 კილომეტრიო ხო დასახლებულში. 60 კილომეტრი თუ მოძრაობო ჩემო კარგო დასახლებულშიო, კანონდებელი და ექსპერტები გვეუბნებიან რომ 60 კილომეტრი საათის დროს სიჩქარით ერთ წამშიო შენიო გარბენი წარმოადგენს 16 მეტრს. ორ წამში გადიხარ 32 მეტრს. ხო ეგრეა? შენო თუ 60 კილომეტრიან გზაზე მისდევ უკან მანქანასო უნდა გეკავოსო მითითებული სიჩქარის ნახევარი სიდიდის ტოლი 30 მეტრი. რო ეს ავარია თავიდან აიციულოო. ანუ პირველ ბილეთში ვიწერია რომ ორ წამზე ნაკლები გჭირდებაო რომ შენ ამას დაეჯახო. ხო ეგრე წერია? გამოდის რომ შენ უნდა გქონდეს მინიმუმ 30 მეტრამდე მანძილი რომ არ დაეჯახო. ეხლა მე თქვის ვიღაცა რომ მაშინ თუ შენ 30 მეტრი გიჭერია ძმაო, მაშინ აქ ვიღაცა რომ ჩაგიხტება? კი გიხტება ვიღაცა. შენ რომ ვიღაც ჩაგიხტა აქ თქვა ამ დროს და დაეჯახე, კანონი გამყუნებს შენ რატო დაეჯახე დისტანცია არ ქონდა. ამას მეორე სერიაში სხვა მეთოდი აქვს ამის გამორკვევას, მაგრამ რადგანაც ჩვენ კანონი გვავალებს ორ წამზე ნაკლებიო, უნდა გქონდესო დასახლებულ პუნქტში შრალამინჩიო, ამიტომ შენ უნდა იყოს ფრთხილად რომ ამან არ დაგიმუხრუჭოს, აგიტორმუზოს და არ შეაწყდე და არ გაგაკეთებინოს მანქანა. შენ გინდა თუ არ გინდა 2 წამი, 3 წამი, 6 წამი და 9 წამი უნდა გაითვალისწინო სოფლიოს გზებზე მოძრაობის დროს. შრალამინჩი, სველამინჩი, დასახლებულში ტრასაზე. შრალამინჩი დაუსახლებელში, სველამინჩი დაუსახლებელში ტრასაზე. ესმის ორად არის გაყოფილი ეგა. შრალამინჩი, სველამინჩი და იმიტომ ეგ ციფრები, ეგ წამები მოყვანილი. მე რო წაიკითხავთ, ბილეთს უფრო კარგად გაიგებ. მე არაფერ შუაში ვარ.